ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ უკრაინას სამხედრო დახმარება დროებით შეუჩერა. გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტს და მის მრჩევლებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე იქნა მიღებული, ძალაში უკვე შევიდა და ის $1 მილიარდ მეტი ღირებულების სამხედრო შეიარაღებას ეხება. როგორც წყაროები ბლუმბერგთან ამბობენ, გადაწყვეტილება მანამ იმოქმედებს, სანამ უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს არ დაანახავებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ცუდია უკრაინისთვის, კარგია რუსეთისთვის, რადგან თუ კი დახმარება დიდი ხნით დაპაუზდა, უკრაინა, რომელიც დიდწილად სწორედ ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე არის დამოკიდებული, სავარაუდოდ ბრძოლას ისეთივე შემართებით ვერ გააგრძელებს, როგორც მანამდე, რაც ვლადიმერ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. თუ კი რუსეთის პრეზიდენტმა უპირატესობა იგრძნოდა უკრაინის უფრო დიდი ტერიტორიის დაპყრობის საშუალება დაინახა, შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალოს და ომი გაგრძელდეს. ის, რასაც დონალდ ტრამპი უკრაინის მიმართულებით აკეთებს, გარკვეულწილად უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. ბოლო წლებში სამხედრო შეიარაღების ნაწილის მიწოდება დროებით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც შეაჩერა, ოღონდ ისრაელის მიმართულებით და ისიც კონკრეტულად 1000 კილოგრამიანი ჭურვების შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა ღაზის სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა თუ ბაიდენის ეს ნაბიჯი დროებითი და ვიწრო პროფილური იყო, შეიარაღების მიწოდების სრული შეწყვეტა გარკვეულწილად ულტიმატუმს ნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინააღმდეგობაში მოდის მის მთავარ სამხედრო მოკავშირე სახელმწიფოებთანაც. ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოები უკრაინას აქტიურად ეხმარებიან, ხოლო საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა ლონდონში გამართულ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო დიდი მხარდაჭერა აღუთქვეს, მაგრამ თუ კი ამერიკული სამხედრო დახმარება შეჩერდა, უკრაინის ჯარში არსებული სამხედრო შეიარაღების დეფიციტის შევსება ევროპელებს გაუჭირდება. დღესვე სხვა შორის დონალდ ტრამპის ამ იდეას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი არაპირდაპირ, არამედ ირიბად, მან ძალიან ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს უკრაინა მომდევნო დღეებში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მზად არის ხელი მოაწეროს ეგრეთ წოდებულ მინერალების შეთანხმებას, მაშინ როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება და ამასთანავე მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ჯაველინებისთვისაც, რომელიც ადრე მიიღო რამდენიმე თვის წინ უკრაინამ ამერიკისგან და ასევე იმ დახმარებისთვის, რომელიც დონალდ ტრამპმა გაიღო ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების სახელით უკრაინის და რუსეთის შესარიგებლად. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეებში ან კვირებში ჩვენ ვიხილავთ ალბათ მინერალების შეთანხმებას, რომელიც როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, იქნება მთავარი გარანტია მშვიდობისა, გრძელვადიანი მშვიდობის უკრაინაში.